მოგესალმებით, მე კაცხატაია ვარ და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს პედაგოგიურ კვლევებზე. ეს არის მეორე ნაწილი ვიდეოსი და ჩვენ აქ ავწერთ დღეს კვლევის ანალიზს, ხოლო მესამე ნაწილში ვისაუბრებთ კვლევის ანგარიშზე. როდესაც საუბრობთ კვლევის ანალიზზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არის ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. თუ კვლევის სერიოზულ ღრმა ანალიზებს საუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს. ანალიზში ჩართული უნდა იყვნენ ასევე სოციოლოგი, ფსიქოლოგი, მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი ნებისმიერ მასწავლებლას დამოუკიდებლადაც შეუძლია წარმართოს. ამ ვიდეოთი ჩვენ შევეცდებით მოკლედ და გასაგებად მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება მონაცემებით სარგებლობა, მათი დამუშავება, აღწერა და ანალიზი ისე, რომ მოპოვებული მასალა უფრო ცხადი, დიფერენცირებული სანდო იყოს და საკვლევი სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. მასში ასე მონაცემთა ანალიზის სამი ძირითადი საფეხური გამოიყოფა. ეს არის მონაცემთა ორგანიზება და გაწმენდა, მონაცემთა აღწერა და ჰიპოთეზების შემოწმება. განვიხილოთ თითეული მათგანი. მონაცემთა ორგანიზება და გაწმენდა რას გულისხმობს? მონაცემთა ორგანიზება და გაწმენდა არის მონაცემების მომზადება, მათი სიზუსტის შემოწმება, მონაცემების კომპიუტერში შეყვანა და მონაცემთა ბაზის შექმნას. როდესაც დამთავრდება კომპიუტერში ჩვენ მიერ გამოკვლეული მასალის შეტანა და შეიქმნება მონაცემთა ბაზა, ეს პირველი ფაზა კვლევის ანალიზისა უკვე დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ. მეორე საფეხური, მეორე ფაზა გახლავთ მონაცემთა აღწერა და ის აღწერითი სტატისტიკა. რას გულისხმობს? ის აღწერს შესასწავლი მონაცემების ძირითად თავისებურებებს, ის იძლევა წარმოდგენას შერჩევისა და გამოყენებული საზომების შესახებ და უბრალოდ აჯამებს მიღებულ ინფორმაციას. ეხლა რას წარმოადგენს შერჩევისა და გამოყენებული საზომები? ეს ამ საზომებში ჩვენ გულისხმობთ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც თვითონ ვადგენთ საკვლევის საკითხისთვის. როგორ შევადგინოთ კრიტერიუმები, ამაზე ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრებთ. მესამე საფეხური გახლავთ ჰიპოთეზების შემოწმება. ჰიპოთეზების შემოწმება უფრო ანალიტიკური სტატისტიკაა და ამოწმებს იმ ვარაუდებს, რომელიც გამოვთქვით კვლევამდე ან კვლევის პროცესში. მის საფუძველზე მკვლევარს მიღებული მონაცემებიდან გამოაქვს დასკვნა. თუ მონაცემების აღწერა მხოლოდ აღწერითი სტატისტიკა, ჰიპოთეზების შემოწმება უკვე ანალიტიკური სტატისტიკას განეკუთვნება. მონაცემების კომპიუტერული ანალიზის დროს შეკითხვებზე პასუხები უნდა გადაყვანილ იქნას რიცხობრივ მაჩვენებლებში, რაცაც ეწოდება კოდირება. ეხლა რას ნიშნავს შეკითხვების რიცხობრივ მაჩვენებლებად ქცება? ეს არის იმ შეკითხვებზე პასუხები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კვლევის პროცესში, ეს შეიძლება ანკეტირების შედეგად, ან ინტერვიუს შედეგად, უფრო ანკეტირების შედეგად, უნდა გადავიყვანოთ რიცხვებში. ამან არ უნდა დაგვაფრთხოს, ეს არ არის რთული პროცესი და ნახოთ ეს როგორ ხდება. ახლა კოდირებას გააჩნია 4 საფეხური. პირველი გახლავთ შეკითხვაზე კოდის მიწერა, მეორე მონაცემების კომპიუტერში შეყვანა, მესამე კოდების წიგნის შექმნა და ბოლოს მეოთხე გახლავთ დავაკვირდეთ კოდების შემოწმება და გაწმენდა. როგორ კეთდება კოდირება? კოდირება დახურულ შეკითხვებისთვის კოდების მიწერით იწყება. ეს ჩვეულებრივი კითხვარების შედგენისას ხდება და კოდიც გახლავთ ჩვეულებრივი
ციფრი, რომელსაც ვანიჭებთ ჩვენ ამ თუ იმ კითხვას. მაგალითად, აი თქვენ გაქვთ ახლა სლაიდი, სადაც წარმოდგენილი არის ანკეტიდან მონაცემები. კვლევარს აქვს რამდენიმე ასპექტი განხილული. ეს არის სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და დამოკიდებულება ზოგად საგანმანათლებლო რეფორმისადმი. ანუ კითხვაზე რომ გასცენ, აი დამოკიდებული კვლევრის მიზანი გახლავთ გაიგოს საზოგადოების აზრი ზოგად საგანმანათლებლო რეფორმისადმი მათი დამოკიდებულება და მას ანკეტაში აქვს მოცემული ამ გამოსაკითხი ადამიანების სხვადასხვა პარამეტრი, მაგალითად სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა. ეხლა განვიხილოთ თითოეული მათგანი. სქესი ბუნებრივია ორ ასპექტად აქვს მას ჩაშლილი, ეს არის მამრობითი და მდედრობითი. აქ რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება იყოს მდედრობითი პირველ ადგილზე. ჩვენ აქ ვაქცევთ ყურადღებას რას, რომ სქესის გრაფაში პირველ ადგილზე დგას მამრობითი ცნება, მეორე არის მდედრობით, მეორე ცნება შეესაბამება მდედრობით სქესს. ასაკი ამ ადამიანს ჩაშლილი აქვს 5 პარამეტრად, ანუ პირველი არის 20 წლამდე, ან 20 წლის ადამიანი, მეორე 21-დან 25 წლამდე შეესაბამება მეორე ციფრს, მესამე შეესაბამება 36-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანი, მეოთხეს შეესაბამება 51-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანი და მეხუთე გულისხმობს, რომ 66 და უფრო მეტი ასაკის ადამიანი შემოხაზავს აი ამ ციფრს. ოჯახური მდგომარეობა პირველი ციფრი შეესაბამება დაქორწინებულს, მეორე დაუქორწინებულს, მესამე განქორწინებულს, მეოთხე ქვრივს. დამოკიდებულება საგანმანათლებლო რეფორმისადმი. პირველი სრულიად დადებითი, მეორე დადებითი, მესამე მიჭირს პასუხის გაცემა და მეოთხე სრულიად უარყოფითი. ანუ ჩვენ ვხედავთ აქ ანკეტას გამოსაკითხი ადამიანების ასპექტებით განხილვა და ჩაშლილი შემდგომ ქვეპუნქტებად. ეხლა როგორ ხდება კოდების მინიჭება? დავაკვირდეთ. ჩვენ სქესს ვანიჭებთ კოდ 1-ს. ანუ სქესი ჩვენთვის არის 1, თუ სქესს ვაწერთ 1-ს, ეს ნიშნავს, რომ 1 ნიშნავს სქესს, 2 ასაკს, 3 ოჯახურ მდგომარეობას და 4 ზოგად საგანმანათლებლო რეფორმისადმი დამოკიდებულებას. ჩვენ აი ამ ციფრების მიწერით თითოეული ასპექტებისადმი გავაკეთეთ კოდირება. ეხლა დავაკვირდით ცხრილს. აი პირველი ცხრილი და მეორე ცხრილი. ეხლა უკან ქვედა ცხრილს, მეორე ცხრილს იგივეა გადმოცემული, რაც წინა სლაიდზე ვნახეთ. აი სქესი, მამრობითი, მდედრობითი, ასაკი ჩაშლილი, ოჯახური მდგომარეობა და დამოკიდებულება რეფორმისადმი და თან მინიჭებული აქვს მას კოდები. აი ზედა ცხრილი უკვე არის მზა, ადამიანმა გაშიფრა თავისი ანკეტები, გააკეთა ანალიზი და გადმოგვცა ამ ცხრილის სახით. უკვე კომპიუტერში შეტანილი მასალა გახლავთ. ეხლა რას წარმოადგენს ზედა ცხრილი? პირველი ცხრილი განსხვავდება მეორე ცხრილისგან იმით, რომ აქ ცოტა უცნაური დანართი აქვს წინ. ეს არის შემთხვევა წერია 001, 002, 003 და ასე შემდეგ. შეიძლება ეს გაგრძელდეს ქვევითაც, ეს უბრალოდ ნიმუშია. 001 ნიშნავს, რომ ეს არის პირველი გამოკითხული ადამიანი. 002 არის მეორე გამოკითხული ადამიანი, 003 არის მესამე გამოკითხული ადამიანი. ნუ აქ 00 წინ რომ შეიძლება გამოსაკითხი ადამიანი, გამოსაკითხთა რიცხვი ასეულიც კი იყოს, ამიტომ წერია ასე. ეხლა ვაკვირდებით. სქესის გრაფაში პირველ ადამიანს მითითებული აქვს 1, ასაკის გრაფაში 2, ოჯახური მდგომარეობა 1, დამოკიდებულება რეფორმისადმი 4. რას ნიშნავს ეს? კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის სქესის გრაფაში 1 ნიშნავს, ქვედა ცხრილს ვაკვირდებით, სქესის გრაფაში 1-ის გასწვრივ წერიას მამრობითი ცნება. მას შესაძლოა ეს პირველი გამოკითხული ადამიანი ყოფილა მამრობითი სქესის.
ასაკის გრაფაში მას უწერია 2, რაც ნიშნავს, რომ ის გამოკითხული ყოფილა 21-დან 35 წლამდე. ახლა ნახოთ სხვა პარამეტრები, შემდგომი პარამეტრები. ოჯახურ მდგომარეობაში მას უწერია ციფრი 1 და ოჯახური მდგომარეობის ქვეშ ცხრილში 1 ნიშნავს დაქორწინებულს, ხოლო რეფორმისადმი დამოკიდებულება, 4-ით აღნიშნული, ნახოთ ქვედა ცხრილში 4 რეფორმისადმი დამოკიდებულება რას ნიშნავს? ეს არის სრულიად უარყოფითი. მას გავარკვევთ, პირველი ადამიანი ყოფილა მამრობითი სქესის 20-დან 35 წლამდე დაქორწინებული და მას რეფორმისადმი დამოკიდებულება აქვს უარყოფითი. მოდით ნახოთ ახლა მეორე ადამიანი, რომელიც ცხრილში 002-ით არის აღნიშნული, რა დამოკიდებულების არის რეფორმისა, რა დამოკიდებულება აქვს რეფორმისადმი. მას სქესის გრაფაში უწერია 1, რაც ასევე მამრობითს ნიშნავს. ასაკის გრაფაში აქვს მას 4, რაც ნიშნავს, რომ ის არის 51-დან 66 წლამდე. ოჯახური მდგომარეობის გრაფა 2 ციფრით აქვს მითითებული, რაც ნიშნავს, რომ ის არის დაუქორწინებელი და რეფორმისადმი დამოკიდებულებაში მას უწერია 3, რაც ნიშნავს, რომ ის არის უარყოფითი დამოკიდებულების რეფორმისადმი. უარყოფითი დამოკიდებულებით რეფორმისადმი. ახლა გავარკვევთ მესამე ადამიანი. მესამე ადამიანს სქესში უწერია 2, რაც ნიშნავს, რომ ის არის მდედრობითი. ასაკის 3 წერია, რაც ნიშნავს, რომ ის არის 36-დან 50 წლამდე, აგერ ვაკვირდებით. ოჯახური მდგომარეობა 2-ით აქვს აღნიშნული, რაც ნიშნავს დაუქორწინებულს და რეფორმისადმი დამოკიდებულების გასწვრივ წერია ციფრი 1, რაც ნიშნავს სრულიად დადებითს. მას ასე მესამე ადამიანი ყოფილა მდედრობითი სქესის 36-დან 50 წლამდე დაუქორწინებელი და რეფორმას ის დადებითად, სრულიად დადებითად აფასებს. ეს არის კოდირება და კოდირებული წიგნი უკვე კომპიუტერში შეტანილი. ახლა რა საფრთხე არსებობს? კოდირებისას ან მონაცემთა კომპიუტერში შეყვანისას დაშვებული შეცდომები მონაცემთა სანდოობას აიჭოს ხდის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ციფრის ცვლილება ასევე აისახება შედეგზე. რადგან ადამიანები ზოგადად შეცდომები არა ვარ და შეცდომები რა თქმა უნდა მოგდის, შეიძლება და ესეთი შეცდომიანად შევიტანოთ მონაცემი, რა მეთოდი არსებობს შეცდომების გასწორების. 2 მეთოდი არსებობს, ეს არის პირველი შემოწმება გაწმენდა, მეორე ლოგიკური შეცდომების აღმოჩენა და გავარკვიოთ ახლა თითოეული მათგანი რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან. მონაცემთა შემოწმება გაწმენდა გულისხმობს ყველა ცვლადის კატეგორიების შემოწმებას შეუძლებელი კატეგორიის აღმოსაჩენად. ახლა დავაკვირდეთ. ადამიანს ანკეტაში შეყვანილი აქვს სქესის გრაფაში 2 ცნება, რა თქმა უნდა, მამრობითი და დედრობითი, იმიტომ რომ მესამე სქესი, როგორც ვიცით, არ არსებობს, გრამატიკული სქესი არსებობს, მაგრამ ეს ბიოლოგიური მოცემულობა არ გახლავთ და ანკეტაში ზოგადად ბიოლოგიური სქესი იგულისხმება. როდესაც ასეთი სქესის გრაფის პასუხად ადამიანს მითითებული აქვს 3, ეს არის შეუძლებელი კატეგორია. იმიტომ რომ აქ უნდა იწეროს ან 1, ან დედრობითი უნდა იყოს, ან მამრობითი, როგორც ვიცით, მესამე სქესი არ არსებობს ბიოლოგიურად. ეს არის შეუძლებელი კატეგორია. ეხლა რა არის ლოგიკური შეცდომა? თქვათ, გამოსაკითხი ადამიანი არ არის დაქორწინებული. ვიცით, მას მითითებული აქვს, რომ ის არ არის დაქორწინებული. მაგრამ ანკეტის სხვა ნაწილში, სადაც ოჯახურ ცხოვრებაზეა საუბარი, მას პასუხი აქვს გაცემული. ანუ შევსებული აქვს ის გრაფა, რაც ლოგიკურად მან არ უნდა შეავსოს. ასეთ შეცდომას ლოგიკური შეცდომა ეწოდება და ანკეტის გადათვალიერებისას თუ მას მითითებული აქვს დაუქორწინებელი, მაგრამ ამავე დროს ოჯახურ ცხოვრების თავისებურებებზე მას აქვს პასუხი გაცემული, ანუ ისეთ ადგილებზე ანკეტაში, სადაც ისეთ კითხვებზე, რომლებიც მხოლოდ დაქორწინებული ადამიანების პრეროგატივას წარმოადგენენ,
მაშინ ეს არის ლოგიკური შეცდომა და უნდა გასწორდეს. ასევე შეიძლება პირიქით ვთქვა, თუ ადამიანი დაქორწინებელია და ესა დაქორწინებულია, მაგრამ პასუხია გაცემული არა მისთვის განკუთვნილ კითხვებზე, ეს უნდა გავასწოროთ. ამას ქვია ლოგიკური შეცდომა. ეხლა როგორ გავიცილოთ კოდირების შეცდომები? ძალიან მარტივად გადავამოწმოთ კოდირების აკურატულობა და შეცდომების სგანაც დავისხებთ თავს. ეხლა მონაცემთა დამუშავება არის პირველი ფაზა, მეორე ფაზა გახლავთ მონაცემთა ანალიზი. ეხლა ანალიზის სამი სახე არსებობს, ეს გახლავთ უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზი. ტერმინოლოგიიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ უნივარიაციული ერთი ცვლადი შემცვლელია, ბივარიაციული ორი, ხოლო მულტივარიაციული მრავალცვლადიანი ანალიზი გახლავთ. ეხლა რას ნიშნავს თითეული მათგანი? გავარკვიოთ. უნივარიაციული იზოლირებულად წარმოადგენს ცალკეულ ცვლადს. თქვათ, რას ნიშნავს ახლა ეს? თქვათ, მასწავლებელმა გადაწყვიტა სკოლაში გამოიკლიოს ეთნიკური წარმომავლობა თავისი მოსწავლეებისა. ამ შემთხვევაში ეს ცვლადი ერთზე მეტი იქნება უეჭველი, იმიტომ რომ ერთი რო იყოს, მაშინ აღარ დადგებოდა ამნაირ ასეთი კვლევის საჭიროება. და ეს გახლავთ სწორედ უნივარიაციული კვლევის სახე. უნივარიაციული ანალიზის სახე, მაბადია. ბივარიაციული ანალიზი არის, როდესაც არსებობს ორი ცვლადი, სადაც ერთი ყოველთვის დამოკიდებული არის მეორეზე. ეხლა რას გულისხმობს ეს? თქვათ, საკვლევი თემა გახლავთ დამოკიდებულება სასკოლო რეფორმისადმი. მაგრამ გამოსაკითხი ადამიანები არიან სხვადასხვა ასაკის. აქ მკვლევარს არ აინტერესებს ასაკი, არამედ აინტერესებს დამოკიდებულება რეფორმისადმი ამ შემთხვევაში. მაშინ ასაკი იქნება დამოუკიდებელი ცვლადი, რეფორმა კი დამოკიდებული ცვლადი. მულტივარიაციული ანალიზი. მულტივარიაციული ანალიზისას რამდენიმე ცვლადი გვაქვს და რამდენიმე ცვლადიდან მხოლოდ ერთი არის დამოკიდებული, დანარჩენი დამოუკიდებელი ცვლადებია. თქვათ, იგივე საგანმანათლებლო რეფორმა მასწავლებელს აინტერესებს, მაგრამ ამისთვის მან გამოკითხა არა მარტო სხვადასხვა ასაკის, არამედ სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ადამიანები. ამ შემთხვევაში ასაკი და სოციალური სტატუსი იქნება დამოუკიდებელი ცვლადები, აი საგანმანათლებლო რეფორმა კი დამოუკიდებელი ცვლადი. მაშინ ასე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კვლევის ანალიზზე, აი სულ ეს არის რაც არის. კვლევის ანალიზი მე კაცხადაია ვარ. ჩემი პოსტის მისამართი გახლავთ ეკაცხადაია@gmail.com და ბლოგი გახლავთ docent.dec2013 blogspot.com, სადაც მე მოთავსებული მაქვს ჩემი პატარა ვიდეოები, სასწავლო ვიდეოები, თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ. მადლობთ.